ბრონკოს სპორტი მყავს. ხუთი დადებითი და ხუთი უარყოფითი მხარე, რატო ვიყიდიდი ან რატო არ ვიყიდიდი ამ მანქანას. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ალექსი, თქვენი მყოფები Dream Chasers-ის არხზე. მე ჩამომყავს მანქანები, ვაწყობ მანქანებს, გიყვებით მანქანებზე, მოკლედ მიზნისკენ მივდივარ. ეს არ არის გამონაკლისი, ეს არის Ford Bronco, რომელზეც მოგიყვებით ეხლავე. მოდით. აი ასე გამოიყურება Ford Bronco 2022 წლიანი მოდელი არის, საკმაოდ პოპულარული მანქანა იყო ან ძველი დროიდან. ამის დიდი ბაბუა თუ დიდი მამა რა ვიცი ვინც არის, საკმაოდ კლასიკური, პოპულარული და ძალიან ლეგენდარული მანქანა არის Bronco. ოღონდ ის Bronco არ არის პირდაპირ შთამომავალი, არ არის იმ Bronco-ს, ეს არის მოკლედ არსებობს რამდენიმე Bronco, არის Bronco დიდი და ეს არის Bronco სპორტი, რომელიც არის უფრო ქალაქისთვის შექმნილი და ამ ყველაფერზე მოგიყვებით. ამჯერად ჩვენ გვყავს უმცროსი მოდელი, ასე ვთქვათ. ეს მოდელი არის აღჭურვილი 1.5 ძრავით, 4/4-ზე არის 1.5 3-ცილინდრიანი ტურბოძრავია, ხო, მაგრამ ქალაქისთვის საკმაოდ ნორმალურია. რა შემიძლია ვთქვა ამ მანქანაზე და ჩემი აზრი, მოკლედ ვინც ნახეთ ამ მანქანის მიღების, აღდგენის და ასე შემდეგ ვიდეო, იქაც ძალიან ბევრჯერ ვახსენე, მაგრამ ეს ცალკეული ვიდეოა და აქაც ძალიან დიდი სიამოვნებით ვახსენებ ამ აზრს. თუ ვინმე გამოტოვეთ ის ვიდეოები, რაც წინაზე გადავიღე და მოკლედ 100-ზე მეტი ვიდეო არის მე მგონი უკვე მოგროვებული და მინდა რომ გადახვიდეთ და ნახოთ ის ვიდეოებიც, იმიტომ რომ ჩემი ისტორიის ნაწილი არის. სამიზნე მანქანისკენ მივდივარ და მოკლედ ყველა ნაბიჯი მაგ გადაღებული და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, მეც ძალიან გამიხარდება და სავარაუდოდ თქვენც მოგეწონებათ. ეხლა დავუბრუნდეთ ჩვენს Ford Bronco-ს. პირველ რიგში, რასაც ვხედავთ, არის ვიზუალი, რომელიც სასტიკად მომწონს, ანუ საკმაოდ ლამაზი არის, დახვეწილია და თან ამავდროულად მამაკაცურია, რაღაცნაირი არის რა. ანუ მომწონს ეს კვადრატული ფორმები, რაღაცა ჩაჭრები, საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება, მით უმეტეს ესეთ ფასის კატეგორიაში ასეთი ვიზუალით საკმაოდ პოპულარული იქნება, ჩემი აზრით საქართველოში ხვალთუზეგ დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ესეთი Ford Bronco სპორტი შემოემატება საქართველოს ქუჩებს. დაახლოებით როგორი სიტუაციაც იყო Jeep Renegade-ებთან, ჯერ საერთოდ არ იყო, მე 1-2 და მე ბუმ და სადაც არ გაიხედები, ყოველი მესამე მანქანა Jeep Renegade-ია. ეს დაახლოებით მე ვფიქრობ, რომ მაგ მანქანის კონკურენტია, იმიტომ რომ ფასიც დაახლოებით იგივეა, ეხა ახალი გამოსულია კი და დაახლოებით ეხლა ამ მომენტისთვის, როდესაც მე ვიდეოს ვიღებ, საშუალოდ $15,000 ღირს, ну გააჩნია კომპლექტაციას, გააჩნია რა მდგომარეობაში არის, მაგრამ დაახლოებით $15,000 ნორმალური ფასია ამ კონკრეტული მანქანისთვის და მოდიფიკაციისთვის. რა შემიძლია რომ ვთქვა სხვა, ანუ ვიზუალი გასაგებია, ჩაჭრილი ფორმები გასაგებია, მაგრამ ამ მანქანასაც როგორც Jeep Renegade-ებს, ვისაც არ გაქვთ მაგალითად ნანახი ჩემი ვიდეოები Jeep Renegade-ებზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ისევ მოგიწოდებთ, რომ ჩემს არხზე გადახვიდეთ და ნახოთ ვიდეოები. Ford Bronco, ანუ პირველ რიგში ეს რატომ მომწონს ეს Ford-ი, იმიტომ რომ ყველგან 15 ლოგოტიპი არ არის Ford-ის და ანუ უფრო ხშირად შეგხვდებათ აი ასეთი სტილის ცხენი, რომელიც მიუთითებს იმას, რომ ეს არის Bronco და შემდეგ Ford-ი და მხოლოდ ერთადერთი ადგილი არის, სადაც ამ ჩვენს Ford Bronco-ს აქვს ლოგოტიპი Ford-ის, აი ეს. ეგ არის ერთადერთი ლოგოტიპი, სადაც ანუ ესე თვალსაჩინოდ წერია, რომ ეს არის Ford-ი. სხვაგან ყველგან დაინახავთ აი ესე წერწერებს წინაც, უკანაც, უფრო ხშირად დახატულ ცხენს დაინახავთ, საჭეზეც კი Ford-ის ლოგოტიპი არ არის და თვალს არ აგიჭრით იმით, რომ აი Ford. ჩემი აზრით სიმპათიურია, აი ეს პატარა ცოტა გამორჩეული ლოგოტიპი, მე უფრო მომწონს ვიდრე Ford-ი, იმიტომ რომ გამორჩეულია, ნაკლებად ხშირია, სხვა მანქანებში იშვიათად გვხვდება და უფრო ლოგოტიპებს აქცევენ ხოლმე ყურადღებას. ეს ჩვენი კონკრეტული კომპლექტაცია არის Big Bend-ი, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ ელექტროსავარძლები აქვს, გამოირჩევა იმით, რომ დისკები აქვს ესეთი შავი და რაღაც ქრომირებული კანტით ხაზგასმული. რაც შეეხება ჩვენს მოდელს კიდევ რა აქვს განსხვავებული. ეს მანქანა არის აღჭურვილი 1.5 ტურბოძრავით, როგორც გითხარით, 184 ცხენის ძალა აქვს, რაც ნორმალურია. საბოლოოდ ვიდეოს ბოლოს ვიტყვი 5 მიზეზს თუ რატო უნდა იყიდოთ და 5 მიზეზს თუ რატო არ უნდა იყიდოთ ეს მანქანა, ასე რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, მოგიყვებით ყველაფერს პირადი აზრიდან, მე ზოგადად ობიექტურადაც შევაფასებთ ამ მანქანას და მოკლედ გააგრძელეთ ვიდეოს ყურება. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი, გირჩევთ რომ ჩახვიდეთ, არხი გამოიწეროთ, დალაიქოთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ და თქვენთვის, რა ვიცი, 2 წამია, ჩად დალაიქეთ. სალონს რაც შეეხება, სალონში ვარ, აქაც ვიზუალით დავიწყებ, იმიტომ რომ ყველაზე პირველი არის, რასაც დაინახავთ, რომ ჩაჯდებით აი ეს სწორი და ლამაზი ტორპედო, რომელიც ესეთი ხავეიანია, ცოტა რაღაცნაირი შეგრძნება აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი
უსვამს ხაზს იმას, რომ საკმაოდ ბრუტალურია და ანუ რაღაცა აი მომწონს რა ეს ვაიბი აქ როზე ვარ მსიამოვნებს აი ეს ჩაჭრილი ფორმები ძალიან კარგია აი ეს საჰაეროებიც საკმაოდ სიმპათიურად არის გაკეთებული ანუ ძალიან ბევრ ნიუანსს დააკვირდნენ ძალიან ბევრი რაღაცა არის რასაც მე მაგალითად ყურადღებას მივაქცევდი და მსიამოვნებს მანქანას რომ ვყიდულობ მომწონს აი იმიტომ რომ ყოველდღიურად ეს არის რასაც მე დავინახავ აქედან რომ შეხედოთ ანუ კაპოტს რო დააკვირდეთ ისეთი ჩაჭრილი ფორმები აქვს და ისეთ ანუ უზარმაზარი ჩანს მანქანა რა რო ატარებთ ისეთი შეგრძნება არის თითქოს რაღაცა მართლა ძალიან დიდ მანქანას ატარებთ რომელიც ну დაბალ კლასში და აი ცოტა საშუალო კლასში ფასის მხრივ ვიძახი იშვიათად თუ გვთავაზობს რომელიმე მანქანა ასეთ ხედს რაც შეეხება ეხლა მანქანას ცოტა უფრო დეტალურად რა გვაქვს და რითი არის აღჭურვილი ეს მანქანა. პირველ რიგში, რასაც ყოველ ჯერზე ხაზს უსვამ არის ტყავის საჭე, მით უმეტეს ეხა ამ საჭის მდგომარეობას ნახავთ, კი ეს მანქანა არის სულ რაღაც 12000 მილი გარბენით, რაც საერთოდ არაფერია, 2022 წლიანი მოდელი არის. აქ დაინახავთ აი ასეთ გორგოლაჭს, რომელიც ატრიალებს და Go-თა წერია, ანუ ყველა დროის საუკეთესო, მაგრამ მაგ აბრევიატურით არ მიდის, ანუ აქ არის ხაზი გასმული იმას, რომ ყველანაირ გზაზე გაივლის და გაგატარებთ, ეს არის რეჟიმების ცვლილების ღილაკი, რომელსაც აუცილებლად გაჩვენებთ. ეს რაც არ მომწონს არის სიჩქარეების გადამრთველი, ну, მე უფრო სახელურ და ხელით გადართვა უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ეს რაღაც ხმის აწევის რგოლს რო გავს რაღაცნაირად ვერ მივეჩვევ, ჯერ Fusion-დან მაგას ვიძახი, ელექტრო ხელის მუხრუჭი გვაქვს და ეგეც ცოტათი, ну, მოკლედ ვერ ვიღებ მაგ ყველაფერს, მირჩევნია ცოტა ან ფეხზე იყოს, ფეხზე მაინც, იმიტომ რომ ფეხზე რო იყო, ვამობდი რომ ვაიმე ფეხზე რატო აქვს მეთქი და ხელზე ვარ მიჩვეული, მაგრამ ეხა ფეხზეც ვარ და ანუ მირჩევნია ფეხზე იყოს, ვიდრე აი ეს რაღაც. არ მსიამოვნებს. რაც შეეხება ჩვენს მონიტორს. მონიტორი საკმაოდ კარგია, მაგრამ ეხლა კი სწრაფად ჩაირთვა, იმიტომ რომ აი აქედან ჩავრთე, მაგრამ კარს რო აღებთ მანქანის, დაახლოებით 20 წამი ჭირდება იმისთვის, რომ ჩაირთოს და აი ამ მენიუმდე მოხვიდეთ. აი ასე გამოიყურება მენიუ ჩვეულებრივი 2020-დან ზევით, ან 19-დან ზევით, Ford-ებსაც, ანუ Fusion-ებსაც ჩვეულებრივ აი ასეთი მენიუ მოყვება, რაც ჩვეულებრივი, ანუ არაფერი სხვა დანარჩენი რაღაც ზედმეტი არ დაუმატებიათ. ერთი ლოგოტიპის გახსნა არის, კი გრძელვადიანია, მაგრამ საკმაოდ ლამაზად გამოიყურება, რაც არის იმუშავის მაგაზე, ცოტა ლაგავს, ცოტა ჭედავს, მაგრამ ვიზუალურად ლამაზი არის და მაგას აუცილებლად გაჩვენებთ და ნახავთ მოკლედ აი ამოვანათ. რადგან სალონში ვარ და აი ეს ღილაკი ვახსენე, მოდი გაჩვენებთ როგორ მუშაობს. აი ეს ტრიალებს ეს და თან ამასობაში აი აქ დაინახავთ როგორ იცვლება რეჟიმები. მაგალითად ეს გვაქვს ნორმალი, ან ნორმალური რეჟიმით დავდივართ ჩვეულებრივ ქალაქში. მერე არის ეკო რეჟიმი, არ ვიცი ვინმე იყენებს თუ არა ეკო რეჟიმს საერთოდ. სპორტ რეჟიმი გვაქვს როგორც ყველა მანქანაში. აქ გვაქვს ცოტათი მოყინულზე ან სველზე ან რაღაც მაგდაგვარზე და ქვიშა ჩვეულებრივ როგორც ყველა უგზოობისთვის განკუთვნილ ცოტათი მაინც განკუთვნილ მანქანას აქვს ამასაც ეგ რეჟიმი. აქაც საკმაოდ ლამაზი არის ეს, ანუ ყველაფერი არის აი რაღაცნაირი ხავიანი, ცოტა უფრო ანუ ხარისხიანი, რო არ შეგეშინება რაღაცის დადება და აი ვაიმე გაიკაწრება და ეგეთი ტიპი არ არის ეს მანქანა და ზუსტად მაგიტომაც მომწონს. აქ გვაქვს ესეთი ფუნქცია, როგორც არის უსადენო დამტენი, რაც ძალიან კარგია. ამ წლოვანების მანქანას აუცილებლად უნდა გქონდეს ეს, იმიტომ რომ უმეტეს ტელეფონს აქვს უკვე იმის ფუნქცია, რომ უსადენოდ დაიტანოს, მაგრამ თუ მაგალითად თქვენს ტელეფონს არ აქვს ეს უსადენოდ დატანის, ან არ გინდათ რომ დატენოთ, მაინც და მაინც დააქიდოს, აქ გვაქვს არჩევანი ყველა თაობის, მოკლედ აი აქ 12 ვოლტიანიდან დაწყებული Type-C და მერე Type-B, მგონი Type-B არის ჩვეულებრივი USB, მოკლედ რომელიც არის ამის შესაძლებლობაც გვაქვს. მოკლედ აქ კარგი ისეთი ტექნოლოგიური კუთხეა. რაც შეეხება აქაურობას, ანუ ამას აქედან მართავთ კლიმატს, ჩვეულებრივ მონიტორიდან შეგვიძლია ვმართოთ ეს კლიმატი. გვაქვს სავაზლების გათბობის შესაძლებლობა. ზოგ მოდელს აქვს საჭის გათბობის შესაძლებლობაც, ზოგ მოდელს აქვს ადაპტიური კრუიზ კონტროლი, მაგალითად ჩვენ გვაქვს ეგეთი ფუფუნება და აი ასე გამოიყურება აქაურობა. ღილაკებს რაც შეეხება აქ ჩვეულებრივ მულტიმედიის მართვის ღილაკები გვაქვს, აქედან გვაქვს ხაზის კონტროლი, დისტანციის კონტროლი სხვა მანქანასთან,
წინ მყოფი მანქანის სიჩქარეზე ადაპტიურდება მოკლედ ჩვენი მანქანის სიჩქარეც და ზოლის კონტროლის ღილაკი აი აქ არის, რომელიც მოკლედ რთავს იმ რეჟიმს, რომ ზოლი აკონტროლოს. არ ვიცი, თლად ყოველთვის ვერ ვიყენებთ ამას, მით უმეტეს ქალაქის პირობებში არ ამგონია, რომ ვინმეს ისე აქტიურად დაგჭირდეთ ამ ზოლის კონტროლი, იმიტომ რომ უმეტესწილად საცობში იდგებით. და რადგან ვაჩვენე ეს მანქანა გარედან და ესე გვერდულად თუ ჩანს, მოდი ამაზეც ვისაუბროთ. გვერდიდან ამ მანქანას აქვს ისეთი, კლასიკური ჯიპის ფორმა, მაგრამ რა მომწონს ამ მანქანაში? გვაქვს პირველ რიგში რეილინგები, რომელიც საკმაოდ მყარად გამოიყურება და საკმაოდაც კარგია, იმიტომ რომ მთელი მანქანა ქანაობს და ოფროუდზე განკუთვნილ მანქანას ჩემი აზრით უნდა ქონდეს აუცილებლად ეს. არის ზოგი მოდელი, რომელსაც ლუკი აქვს, მაგრამ ლუკი და რეილინგები ცოტათი, რა ვიცი, მე თლად ვერ ვენდობოდი, მირჩევნია რკინის ჭერი ქონდეს თუ რამის გადაზიდვა მჭირდება, მაგრამ პანორამაც ძალიან მომწონს და სადღაც ბალანსს დავიჭერდი. და ყველა საინტერესო ფორმ ფაქტორი რა არის? აი აქ გვაქვს ესეთი ამაღლება იმისთვის, რომ როდესაც უკან იჯდებით, ბევრ ამ ფასის მანქანას ჯიპს აქვს მოკლედ პრობლემური ესეთი დაბალი ჭერი, რომელიც მე თავზე გაწვევად და ისეთი შეგრძნება გაქვთ თითქოს ძალიან ბევრ ადგილს გპარავთ ეს სახურავი და აქ ეგ გადალახულია, მაგრამ ცდილობენ რომ მოგვატყუონ და ვითომ ბევრი ადგილი არის უკან, მაგრამ უკან ფლად ბევრი ადგილი არ არის. პირველ რიგში ადგილს რა ხან გავუსვი ხაზი, გვაქვს ესეთი პრობლემური შესასვლელი. მე საერთოდ არ ვარ პუტყუნა და მომატებული არ ვარ, კი ვიცი და მეც კი არაკომფორტულად ვჯდები. ჯერ ამას ვეჯახები, მე აქ რაღაც მოკლედ თლად კარგი არ არის, ცოტა მოპუტყუნებული ტიპი რო გავიჩითები ასაკთან ერთად, სავარაუდოდ აქ არაკომფორტულად ვიგრძნობ თავს, მით უმეტეს შესასვლელში ეს კარი კარგად არიღება და რაღაც ბასრკუთხეს ტოვებს, რაც არ არის კარგი. ისე უკან კარგად ვზივარ, ჩემს უკან ვზივარ ჩვეულებრივ, კი აქ ფეხებს ვადებ, მაგრამ ასე არავინ არ ზის, ვიჯდები დაახლოებით აი ასე და ჩვეულებრივ წყნარად მშვიდად ვიკატავებ, სადაც სამოგზაუროდაც რო წავიდეთ, აქ უპრობლემოდ ვიჯდებოდი. აქ საჭიქეებიც გვაქვს ესეთი საინტერესო სტილის ჩანთა, ასე ვთქვათ, აქ სათავსოში შეგიძლიათ ჩადოთ რაღაცები, აქაც აი მომწონს ესეთი დეტალები, რომელიც იმეორებს იმ რეზინის საფარს, რომელიც წინ არის ტელეფონის ჩასადებთან და აი ქვევითაც რო დააკვირდეთ ნოხებზე, რომელიც რეზინის არის ასევე და არ ეშინია არც ტალახის, არც სითხის და ასე შემდეგ, თუ დაიღვარა რამე ან რა ვიცი, თუ ტალახიანი ფეხით ჩაჯექით, მაინც უგზოობაზე არის აქცენტი გაკეთებული და საკმაოდ სასიამოვნო არის ესეთი ნიუანსები, პლუს ეს პარაკორდით რაღაცა საკმაოდ, თან ხარისხიანია, თან სასიამოვნო არის და ამით არ მთავრდება აქ სათავსოების ადგილი. ასევე გვაქვს ესეთი ჩანთები, რომელიც, არ ვიცი, რისთვის არის საჭირო, სავარაუდოდ ერთი power-bank-ი ჩაიდებოდა აქ, იმიტომ რომ პატარა არის, თითების ზომაზე ჩადის, ან ტელეფონი, ან რაღაცა მსგავსი, რაღაც უფრო ხელსაწყო, ან არ ვიცი რა შეიძლება რომ ჩადოთ აქ, თქვენ თან მოიფიქრეთ და დამეწერეთ. აქაც იგივენაირი ჯიბე გვაქვს და, ეგეც ნორმალურია. სხვათა შორის, რადგან უკან ვზივარ და ვახსენე ნოხები, აქაც გვაქვს ბრონკოს ნიშანი, რო არ დაგვავიწყდეს სად ვზივართ, ასევე აქ გვაქვს დამტენის შესაძლებლობა, რაც ძალიან კარგია, USB ჩვეულებრივი და USB Type-C-ც. აქ ბევრ მანქანას არ აქვს მაგალითად საჰაერო გათბობის ფუნქცია, მაგრამ ჩვენ გვაქვს და საკმაოდ საინტერესო არის და კარგი ეგ, იმიტომ რომ მაგალითად ჩემს Honda Fit-ში წინ რო გვცივა, გასაგებია, ვთქვებით, მაგრამ უკან ვინძის, სანამ აქამდე მოვა ის სიტყვა, რა ვიცი, მივალთ ადგილამდე და სახლი გავთხოვით. რაც უკან მხარეს შეეხება, უკან არ ყოფილვართ ჯერ, აი ეს ულამაზესი სტოპები დავაყენეთ, მომწონს ცოტათი განსხვავებული მანქანები, ეს მანქანა იყო დაზიანებული, აი აქ უკან მარცხენა მხარეს შევუცვალეთ ფრთა და ფრთასთან ერთად შევუცვალეთ აი ეს სტოპები, რომელიც საკმაოდ ლამაზად გამოიყურება აი ესე ანათებს. ამ სტოპებთან ერთად დავაყენეთ აი ეს ლედებიც, ამას რატო ვიძახი? ჩვეულებრივ სტოკ მანქანაში, რიგით მანქანაში ვერ დაინახავთ ამას, იმიტომ რომ ცოტა სხვა სტილის სტოპები აქვს. ამ ფერთან შეხამებაში ეს მუქი სტოპები ძალიან მომწონს და მიზიდავს, არ ვიცი, სხვა ფერზე შეიძლება არც მომწონებოდა. ეგ გავიარეთ, გასაგებია. მოდი ახლა საბარგულში შევიჭყიტოთ, ვნახოთ რა როგორ არის, ზომა როგორი აქვს და ასე შემდეგ. აქაც პატარა შეხსენება გვაქვს იმის, რომ ეს Ford Bronco არის, ესეც სასიამოვნო არის, იმიტომ რომ აქაც იგივენაირი ფორმ ფაქტორში არის ნოხი, რომელიც რეზინის არის და საკმაოდ გამძლე ჩანს, არ ვიცი. ამ ნოხის ქვეშ გვაქვს სრული ზომის სათადარიგო საბურავი. აქ მაგალითად
ზომა ძალიან კარგია. კეფას რო არ ვარტყავდი, მაგრამ ჩემთვის რთულია ეგ ამბავი, მაგალითად და ესე თუ ჩავჯექი, სადღაც ბუნებაში მოვედი, შემიძლია ვიჯდე, დავისვენო, რა ვიცი, თუ მაგალითად აქ სკამს დავდგავ, ჩვეულებრივ არ შემეშინდება, იმიტომ რომ ვიჯდები აქ, ამის ქვეშ და პლუს აქ გვაქვს ესეთი ფანარი, ნათება, მოკლედ რომელიც ირთვება აი აქედან, რაც შეეხება საბარგულს და რეები გვაქვს აქ, რა ფიშკები გვაქვს და რა შესაძლებლობები გვაქვს ამ საბარგულის სწორად გამოყენების. პირველ რიგში არ ვიცი ვის რა შეჭირდება, მაგრამ მაგალითად მოხვედით არ ვიცი ძმაკაცთან ერთად რატომ უნდა იაროთ ბუნებაში. მაგალითად მოხვედით დასასვენებლად ბუნებაში და უნდა დარჩეთ, ხო? ანუ რაღაც კარავი გაქვთ და ასე შემდეგ. ლუდით არ დაგავიწყდებათ და კოკა-კოლა მაგალითად ჩემს შემთხვევაში აი ესე წკაპ ხსნი, მაგრამ ერთი წამით. აქ შეიძლება თქვენი რეკლამა ყოფილიყო. მე კიდე კოკა-კოლა ვახსენე ორჯერ უფასოდ. რაც შეეხება საბარგულს კიდევ რა ფიშკები გვაქვს. აქ გვაქვს აი ესეთი 12 ვოლტიანი თუ ვატიანი რაც არის მოკლედ აი ესეთი 12-იანი კი ქანაობს და კი პლასმასია, მძიმე არაფერი ჩამოკიდოთ, მე ესე გირჩევთ. რაც შეეხება სრული ზომის სათადარიგო საბურავს, აი ასე გამოიყურება აქაურობა. აქაც საკმაოდ კარგად არის ყველაფერი. თვითონ ზომა საბარგულის მთლად დიდი არ არის, მაგრამ ნორმალურია რა, სკამებს თუ ჩაწევთ, მაგალითად ცუდია კი თუ ოჯახით მიდიხართ სადღაც დასასვენებლად, სკამებს ვერ ჩაწევთ. და აქ მოგიწევთ რაღაცების ჩალაგება, მაგრამ აქ რეილინგებიც გვაქვს, შეგვიძლია დავამატოთ რაღაც ფიშკები, იმიტომ რომ ესეთ მანქანებზე, როგორც იცით, აქსესუარები საკმაოდ ხშირია და ბევრია, შეგიძლიათ იპოვოთ თქვენთვის სასურველი აქსესუარი და საბარგულთან არ დამისრულებია. აი ეს შუშაც ცალკე იხსნება, მაგალითად თუ არ ვიცი რატო, ანუ აი მე მაგალითად ეს რო არ ქონოდა, მაინც ჩვეულებრივ გამოვიყენებდი ამ საბარგულს, ჩემი აზრით. აქაც პატარა ბრონკო ახატია. ამას არ ვიცი როგორ გამოვიყენებ, იმიტომ რომ არც ძალიან დიდია, არც რაღაც სასწაული რაღაცა არის, მაგრამ პატარა პარკი მაგალითად გეზარება ამ ხელა საბარგულის ახთა შეგიძლია ესე აი ბრონკო სპორტი მყავს. და პარკი ჩადო ბაზარი არა. სხვა ეხა ამას მე არ ვიცი როგორ გამოვიყენებ, თან არ ვიცი რამდენად სანდოა ეს ყველაფერი, მაგრამ გვაქვს და რატომაც არ ვახსენებთ. რაც ტექნიკურ მხარეს, ვაიმე რაც ტექნიკურ მხარეს შეეხება, პირველ რიგში BMW-ს სტილში გვაქვს ახლა კაპოტის გახსნა და არ გვიწევს რაღაცების ძებნა იქ კაპოტის ქვეშ. აი ესე ჩვეულებრივ ორჯერ გამოკაჩავთ და მე ახთით. ჩვეულებრივი კლასიკური ესეთი ჯოხი გვაქვს და აი ასე გამოიყურება ჩვენი 1 და 5 3-ცილინდრიანი ძრავი, რომელიც არის ტურბინით აღჭურვილი და რა თქმა უნდა, ეხა 1 და 5 ძრავი და უტურბინო ამ ხელა მანქანაზე, დაახლოებით ტონა ნახევარია ეს მანქანა, 180 ცხენზე არის დაახლოებით 184-ია, თუ არ ვცდები ამ ძრავში, რაც სავსებით ნორმალურია იმისთვის, რომ გამოიყენოთ ყოველდღიურობაში ეს მანქანა და ვერც იგრძნობთ იმას, რომ ძალიან ნელია და ვერც თავს გაიგიჟებთ, რომ ვაიმე რა სწრაფია, ძლივს ვიჭერ და ასე შემდეგ. გასი ჩავაჭრეთ. სმალოს რა. არ ვიცი როგორ ისმის. მოკლედ ასფალტზე ხმაურობს კი არა, წვალობს, რაღაცნაირია რა. ანუ იგრძნობა რომ მძიმეა და 1 და 5 ცოტა. მაგრამ რას ვიზავთ ეხლა $15,000 ისიც გვინდა, ესეც გვინდა, ცოტაც დაწვეს რაბადაც იაროს. აი ეხლა ანუ დინამიკა არ უჭირს რა რეალურად რომ ვთქვათ, გააშია რას ადარებთ, რა თქმა უნდა და რა ფასის კატეგორიაში, მაგრამ ცუდი არ არის, არ ეშინი, არც ბუგაროკების, აი ხარც გავჩერებულ ვარ, თან 18-იან დისკებზე ეს ყველაფერი. საკმაოდ ნორმალური მანქანა არის რა, აი ეს მარტივად რომ ვთქვათ, მოკლედ რომ ვთქვათ, გავიძებთ ვიდეოს მოკლედ. არის 2-დან 0 ვერსიებიც, რომელიც 280 ცხენამდე არის და ის ცოტა უფრო ჯანიანია და ძლიერი, მაგრამ ქალაქისთვის 1 და 5 გამბაჟებაშიც ძალიან კარგია. ფასის მხრივ პლუს ცოტასაც წოვს დაახლოებით 8-დან 10 ლიტრამდე შერეულად, როგორც წერია, ეხა ამაზე სავსე ბაკის ჩასხმა და ქალაქში სიარული და მე ისევ სავსე ბაკის ჩასხმა 100 კილომეტრის შემდეგ რო გავიგო რეალურად რამდენს წოვს. არ ღირს დაახლოებით 8-დან 10 ליტრამდე უნდა დაწვას ისედაც, იმიტომ რომ აქ ჩვენთან საცობებიც არის საკმაოდ ხშირი და ნუ მოგვიწევს ბენზინის წვა, აი ასე უბრალოდ.
აქვს auto-start stop-ის ფუნქციაც, რომელიც პრობკაში თიშავს, მაგრამ ეგ ეკონომიისთვის არ არის ზოგადად შექმნილი, ეგ არის ეკოლოგიისთვის შექმნილი, რომ გამონაბოლქვი ნაკლები იყოს და მაგას ეკონომიასთან არანაირი შეხება არ აქვს. აი ეს ხმები მომწონს რა, რაღაცნაირი ბრუტალურია და სიამოვნებს. რაც შეეხება ამ მანქანას, როგორც ჯიპის ჭრილში რო ვთქვათ, აი უგზოობაზე გამოხვედი, მაგ მხრივ აი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ 20 სანტიმეტრიანი კლიდენსი აქვს, საკმაოდ მაღალი არის. პლუს ამას ეს არის ხა ჩვეულებრივი რიგითი ქალაქისთვის განკუთვნილი საბურავები, ამაზე ცოტათი უფრო ისეთი აგრესიული საბურავები რო დავაყენოთ და ცოტათი უფრო აგრესიული დაკიდების სისტემა, რომელიც სხვათა შორის ეს დაკიდების სისტემა მთლად რბილი არ არის, მაგრამ მთლად მყარიც არ არის. სხვა ჯიპებთან შედარებით კი შესაძლებელია რომ ცოტათი უფრო მყარი მოგეჩვენოთ, მით უმეტეს ეხა ჩვეულებრივ არც ისე დიდ საბურავებზე და დისკებზე ვარ. 60 ბორტზეა და 1.18-იანი, ანუ 18 რადიუსის, ხო, დიდი დისკია, არის სხვათა შორის 16-იანი და 17-იანი საბურავებიც. რაც ნორმალურია, არჩევანი გვაქვს, ან 15-იანებზე მოგვიწევს. თუ 16-იანი ყველაზე მინიმუმი. მოკლედ ყველაზე პატარაზე კი რბილად ვივლით, მაგრამ ცოტათი თხევადი ტარება იქნება. 17 არის ყველაზე დაბალანსებული და 18 არის საკმაოდ კარგი ტარებით ასვალზე, მაგრამ მყარია და ეგ უნდა დავთმოთ. დაახლოებით ეგ არის რაც უნდა მეთქვა ამ მანქანაზე. სხვა საინტერესო ახლა ამ მანქანაზე მეტი აღარ ვიცი რა ვთქვა და თუ რამე გამომჩა შეგიძლიათ მოიწეროთ კომენტარებში. ხო, კოლოფიც ავტომატიკა არის და ჯერ წინაწამყვანზე მუშაობს, მერე უკვე გაზი დაჭერისას რთავს უკან ახიცად, შეგიძლიათ ჩაკეტოთ და სავარაუდოდ სპორტ რეჟიმში 4/4 იქნება სულ აქტიურად. ამის დიდი იმედი მაქვს რომ გვეყოლება, ანუ ჩვეულებრივი ბრონკო ის არის უკვე ჩვეულებრივ რამაზე აწყობილი დიდი, აგრესიული, აი ესეთი უგზოობისთვის განკუთვნილი ჯიპი და ის ძალიან მაინტერესებს და დიდი სიამოვნებით ვიყოლიებ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ყავს ბრონკო სპორტი. ჩემი ვერდიქტი ასეთი არის და პლუს ხო გამახსენდა ეხა 5 დადებითი და 5 უარყოფითი მხარე, რატო ვიყიდიდი ან რატო არ ვიყიდიდი ამ მანქანას. პირველი დადებითი მხარე 4/4-ზეა და ძალიან კარგია უგზოობისთვის. ლამაზი დიზაინი და გამორჩეულობა, პატარ-პატარა ფიშკები, ხაზები, ხაზგასმა იმაზე რომ ბრონკოა და ცხენები ახატია მომწონს. ზომა, როგორც პლუსი, იმიტომ რომ ქალაქისთვისაც საკმაოდ კარგია, უგზოობაზე გასასვლელადაც საკმაოდ კარგია, დაბალანსებული ვერსია არის და რატომაც არ ჩავთვალოთ ეს პლუსი. სტანდარტულ ვერსიაშიც საკმაოდ აღჭურვილია ტექნოლოგიებით, ანუ გათბობა გვაქვს, Android Auto გვაქვს, CarPlay გვაქვს, გასწრების სენსორები ზოგან და პარკინგის სენსორებიც საკმაოდ კარგი. და რა თქმა უნდა, წვა, რომელიც ჩვენს რეალობაში საკმაოდ მნიშვნელოვანია 8-დან 10 ლიტრამდე ამ ხელა მანქანისთვის, რომელსაც შეუძლია ქალაქშიც გატაროთ და უგზოობაზე ძალიან კარგია. ჩემი აზრით ეს პლუსად უნდა ჩაითვალოს. პრობლემებზე ერთი და იგივე ადგილიდან გეტყვით, არ ვაპირებ იქით-აქეთ გადახტომას. პრობლემებში რაც ითვლება არის 3 ცილინდრიანი ტურბოძრავა, რომელიც შეიძლება ცოტათი ნაკლები იყოს თქვენს მოლოდინთან შედარებით. ცოტათი მყარი დაკიდების სისტემა, რომელიც უგზოობაზე მთლად კომფორტული არ არის, ეს უკვე 2 მინუსი არის. მესამე არის ოდნავ პატარა ადგილი, მაგრამ მთლად დიდი მინუსი შეიძლება არ იყოს ეს, იმიტომ რომ შეიძლება კარგად გამოიყენოთ ის ადგილი, რომელიც მაგალითად სახურავზე გვაქვს და პლუს მინუს მინუსია. მეოთხე არის ის, რომ ჯერჯერობით საკმაოდ იშვიათია ეს მანქანები და ნაწილები არ ღირს მთლად იაფი. და თვითონ მანქანაც ჯერ არ ღირს მთლად იაფი. ახალი მანქანა არის და უნდა მივიღოთ ეს. ესეც რაღაც მხრივ მინუსი არის და მეხუთე გვაქვს. მეხუთე არ ვიცი გვაქვს თუ არა. მოდი ხმა შემოდის ცოტათი და ხმის იზოლაცია ჩავთვალოთ მინუსად, მაგრამ თუ ეგ მაგალითად მინუსი არის, შეგვიძლია დავშალოთ აი ეს პანელები. ვინმე კომპანია მაგალითად რომა სპონსორებდეს, ვინც აკეთებს ამ ხმის იზოლაციას. რეკლამა იქნებოდა აქ და ეგეც შეიძლებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ხმის იზოლაცია გვჭირდება და ვერ ვარეკლამავ ვერავის, ესეც მეხუთე მინუსი. როგორც ხედავთ, სულ 2 აქვს რეალურად დიდი მინუსი, რაც არის დაკიდების სისტემა, რასაც ცოტა რთული ჩარევა ჭირდება იმისთვის, რომ კომფორტული გახდეს და 3 ცილინდრიანი ძრავი, 2-დან 0-ებიც არსებობს, როგორც გითხარით და ისინი ცოტა უფრო ძვირი ღირს და შესაბამისად მაგას არც განვიხილავ და $15,000 ფარგლებში გვაქვს მანქანა, რომელზეც მოვყევი მთელი ეს ვიდეო. იმის მაგალითი არის, რომ ეს მანქანა ნამდვილად საინტერესოდ გამოიყურება და რეალურად კარგია $15,000. ესეთი მანქანა მით უმეტეს 2022 წლიანი არ ამგონია რომ ბევრი კონკურენტი ყავდეს, სავარაუდოდ ეს არის Subaru Forester, სავარაუდოდ ეს არის Toyota RAV4 და ასე შემდეგ, მაგ კლასში რაც არის და საკმაოდ მყარი ადგილი უჭირავს და საკმაოდ კონკურენტუნარიანი არის, მე რომ მკითხო ვიზუალურად როგორც მინიმუმ დიდი სიამოვნებით ვივლიდი ამით და
ადრე თუ გვიან დაიხვეწება ესეც და აქაც სერვისები გვექნება, პლუს ნაწილებიც ძალიან მარტივად იქნება საშუალებელი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ პოპულარული იქნება ეს მანქანა საქართველოში. ეგ არის ჩემი ვერდიქტი და კი, მე ვიყიდი ამ მანქანას მიუხედავად იმ 2-3 მინუსისა, რაც ნამდვილად სერიოზული მინუსი იყო. მე ვიყიდი. თქვენი აზრი კომენტარებში დაწერეთ, ღირს თუ არა $15,000 ეს მანქანა 15-დან 18-მდე ჩავთვალოთ რა. მოდი, მე 15-ს ვიძახი, თქვენ 18-მდე დაითვალეთ. მისცემდით თუ არა და ფერი არ მიხსენებია, ფერიც ძალიან ლამაზი არის და მე მაგალითად მომწონს ჩვენი თბილისის მარშრუტკების ფერია, მაგრამ ამ მანქანას ვხდება. წავედით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ამ ვიდეოს უყურეთ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მისმენთ, წერთ კომენტარებს, არა მარტო კომენტარებს, ასევე სხვადასხვა სოციალებში წერთ, სხვათა შორის მანქანების ჩამოყვანა, თუ გინდათ, მაგითაც საქმიანობ და ექსერვისიც მაქვს და აი აქ ამოვანათებ ჩემს სოციალურ ქსელებს, შეგიძლიათ მოიწეროთ და რამე კარგ მანქანას, ან ასეთი ტიპის, ან იაპონური ტიპის, ნებისმიერ ტიპის მანქანას ავირჩევ და გიყიდით, ჩამოგიყვანთ, ჩაგამარებთ ხელში, შეიძლება დაზიანებული იყოს, მაგრამ შეიძლება არ ვიცი. ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული და ბიუჯეტზე. წავედით.